მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო თემაზე. თემა ეხება გაუგებარ ურთიერთობებში მყოფ ადამიანს, ამ შემთხვევაში თქვენ, თუ კი თქვენთვის აქტუალური ეს თემა, ან ადამიანი, რომელიც აღარ არის თქვენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ვერ აჩერებთ მას ფიქრს. ყოველდღე გახსენდებათ, ყოველდღე გეფიქრებათ, ყოველდღე ასე ვთქვათ, რაღაცა როლი ადამიანს მაინც აქვს თქვენს რეალობაში, თავისი მოგონებებით, თუ ფიქრებით, თუ რაიმეს რაღაცა გახსენდებათ ადამიანთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს? ვერ დამთავრდა ეს ფიქრები და ჩვენ გავიგებთ ახლა მიზეზს თუ რატომ ხდება ასე, ხო? რატომ ხდება ასე, რატომ ვერ აჩერებთ ფიქრებს, ხო? რატომ ვერ ივიწყებთ ადამიანს? მოდი ასე ვთქვათ, რა არის ამის რეალური მიზეზი? ნახოთ. სხვა შეიძლება მეგობრებო, გუშინ დავდე თქვენთვის საჯარო გაშლა, მინდოდა YouTube არხზე ამედვერთა. მაგრამ YouTube-მა პირველად გამიკეთა ესეთი რაღაც, რომ დაბლოკა ვიდეო. მიზეზი იყო შიშველი გამოსახულება, ესე იგი, ტაროს არკანზე, ხო, რომელიღაც კონკრეტულ არკანზე YouTube ალგორითმა აღიქვა ეს როგორც გარკვეული, წესების დარღვევა, ნორმების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჩემი მხრიდან. რა თქმა უნდა, გავასაჩივრე კონკრეტული პრობლემა, რომ ეს იყო ტაროს არკანი, ეს იყო არამც და არამც არავის შიშველი გამოსახულება, თუმცა YouTube-მა არ მომცა, მოდი ასე ვთქვათ, ამ ვიდეოს აღდგენის უფლება და შემდგომ ვის დავდებ განვამწესე Facebook-ზე, ვისაც გაინტერესებთ მზის ადამიანის გვერდზე. შეგბრძანდით და შეგიძლიათ ნახოთ ეს საჯარო გაშლა, ხო, ვისაც იქაც ყავართ გამოწერილი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაკურსი რაღაცნაირად შევცვალო, ცოტა უფრო მეტად მოვაშორო, იმიტომ რომ, სამყარო მიცის ახლა ყველა ტაროს, ესე იგი, ავტორს და მხატვარს თავისებური ხედვები აქვს კონკრეტული არკანების და სადღაც შეიძლება რაღაცა გარკვეული შიშვლე გააჟღერდეს, რაც ასე ვთქვათ, შეიძლება YouTube ალგორითმა ისევ აღიქვას რაღაცა როგორც წესების დარღვევა, ხო? და ეს უპირველად მოხდა თქვენ შემთხვევაში, ამიტომ უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ეს აღარ გაიბეოროთ, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც შეზღუდვებიც დაიწყო, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა არკანები თქვენთვის გამიზიარებინა და პირდაპირ ფოკუსით ვიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთგვარი უსაფრთხოება შევინარჩუნოთ და ცოტა ესე მოშორებით. ხო, თქვენთვის თავარია ინფორმაციის მიღება და ახლა პატიოსან და ნაკლებ პატიოსან ტაროს დასტებს ნამდვილად ვერ შევარჩევ, როდესაც ახლა მე მსურს საუბარი, მსურს ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის და ხო, YouTube-ს ამ შემთხვევაში რა მოეჩვენება ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სიშიშვლის პირდაპირ ამსახველი ვიდეოები დევს YouTube-ზე ტონა მანეთად, რადგანაც ტაროს კონკრეტული არკანი ეშიშულა YouTube-ს. ამიტომ მოგვიწევს ასე მეტად თქვენ კომუნიკაცია მოშორებით. ვარიანტი პირველი, რატომ ვერ ივიწყებთ კონკრეტულ ადამიანს? და ვარიანტი ორი. ორ ვარიანტად ვიმსჯელებთ დღეს, რატომ ვერ ივიწყებთ კონკრეტულ ადამიანს. პირველი ვარიანტი გვექნება ესეთი საყვარელია სამისფერი არსება, მეორე ვარიანტი გვექნება ისეთ საყვარელი მწვანე არსება. ხო, ეხლა ნახეთ, დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვიზეც გაინტერესებთ, პასუხი, თუ რატომ ვერ ივიწყებთ ამ ადამიანს, რა არის რეალურად ამის მიზეზი. რეალური მიზეზი შეიძლება გვეგონოს ერთი, მაგრამ რეალური მიზეზი შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარ თავში აბსოლუტურად სხვა რამ და როდესაც გაახელთ თვალებს თქვენი არსება, თქვენი ვარიანტი მომენტალურად მიიზიდავს თქვენს ყურადღებას. ძალიან კარგი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ნახოთ, რატომ ვერ ივიწყებთ კონკრეტულ ადამიანს. რატომ ვერ ივიწყებთ კონკრეტულ ადამიანს და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანმა დატოვა თქვენში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფერწერა.
ხელწერა უფრო სწორედ ხო შესაძლოა ეს ადამიანი გამოჩნდა თქვენს რეალობაში მაშინ, როდესაც გარკვეულ სირთულეებს განიცდიდით, ხო, მარტოობას განიცდიდით, ან რაღაცა განსაკუთრებული იყო მისი შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რაღაც ერთგვარ მაგიურ მას გავს ხო ეს ყველაფერი კონტაქტს შესაძლოა უცნაური იყო მისი შემოსვლა, მაგიური იყო მისი შემოსვლა, ზებუნებრივი შესაძლოა იყო თქვენთვის მისი შემოსვლა, ხო, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი გამომიგზავნა სამყარომ იმისთვის, რომ მე ეს, ხო? ანუ ნახეთ, პირველივე მიზეზი, რატომაც ადამიანს ვერ ივიწყებ, ხო, ეს არის მისი შემოსვლა იყო განმეორდები რაღაცნაირად განსაკუთრებული და უკვე ამ დროს დაიმახსოვრა სხეულმაც, ცნობიერმაც მისი გამოჩენა, ხო, მისი გამოჩენა თქვენს რეალობაში. რატომ ვერ ივიწყებთ ადამიანს? ფენიქსი. რატომ ვერ ივიწყებთ ადამიანს? რატომ ვერ ივიწყებთ ადამიანს და არკანი მაგი, რატომ ვერ ივიწყებთ ადამიანს და ნახეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ნახეთ, განდეგილი და მაგი შეხვდა ერთმანეთს, ხო? ორი ენერგეტიკულად საკმაოდ ძლიერი ადამიანი, ორი ენერგეტიკულად ძალიან საინტერესო ადამიანი სხვათა შორის და ნახეთ თქვენ ამ ადამიანს მიეცით ის, რაც ამ ადამიანს იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა, ხოლო ამ ადამიანმა მოგცათ ის, რაც იმ მომენტში თქვენ ძალიან გჭირდებოდათ. ანუ რეალურად თქვენ შეუვსეთ ერთმანეთს სიცარიელეები, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ნახეთ იმ მომენტში ეს იყო ძალიან საჭირო, ის იყო ძალიან საინტერესო და ეს იყო ძალიან სასიამოვნო, ხო? მაგრამ რაღაცა შევსების მერე, ხო, რაღაცა მომენტების, ასპექტების, ენერგიების შევსების მერე, როდესაც თქვენც თქვენი შეივსეთ და მიიღეთ და ადამიანმაც თავისი შეივსო, ხო, თითქოს რაღაცნაირად ვეღარ მოხდა ურთიერთობის განვითარება, გაგრძელება, ანუ ვეღარ ავსებდით ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ ეს იცით რას გავს ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანი ჩნდება კონკრეტულად თქვენს ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები ჩნდებიან კონკრეტული მისიისა და კონკრეტული როლის შესასრულებლად და როდესაც ან ჩვენ ვასრულებთ ამ ადამიანების რეალობაში ამ როლს, ან ისინი ასრულებენ ჩვენს რეალობაში ამ როლს, მერე უკვე ხო მათი არსებობა აღარ არის საჭირო და იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ ხვდებით, ან ის მხარე ვერ ხვდება, ან ერთ-ერთი მხარე ვერ ხვდება, მერე უკვე იწყება ზედოზირება ურთიერთობისა, რაც საბოლოო ჯამში ყოველთვის აფუჭებს იმ ურთიერთობას, რომელიც უნდა დამთავრებულიყო თავის დროზე, მაგრამ არ მოხდა ამის დამთავრება, ხო? მერე იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, ენამწარე სიტყვები, მერე იწყება, ანუ უკვე იწყებს ის ურთიერთობა გაუფასურებას მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ეს ურთიერთობა დამახსოვრებოდა ორივე ადამიანს ძალიან ლამაზად, ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ ადამიანები ხომ ვაფუჭებთ რაღაცებს, ხო? ადამიანები ხომ რაღაცებს არ უშვებთ მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცები უნდა გაუშვათ, ხომ? რაღაცაერთ ვცდილობთ შევინარჩუნოთ, რეზინივით გავწელოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მერე ეს რეზინი წყდება და ძალიან მტკივნეულია, ვისაც რეზინი მოხვედრია გაწელილ მდგომარეობაში, რა მტკივნეულიც არის, კარგად იცით, ხო? ამიტომ ორი ადამიანის შეხვდით, განმეორდები, თქვენც მიიღეთ ამ ადამიანისგან ის, რაც უნდა მიიღოთ და ამ ადამიანიც მიიღო ის, რაც მას უნდა მიიღო და თქვენ რაღაცა გარკვეულ სიმაღლეს
სიმაღლეს მიაღწიეთ და ეს სიმაღლე იყო განსაზღვრული თქვენსა და ამ ადამიანს შორის, განსაზღვრული, რომ აი განვითარების ამ ეტაპამდე, ურთიერთობის ამ ეტაპამდე თქვენ უნდა ყოფილიყავით ერთად და არა იმის იქით. ხო, ანუ იმის იქით უკვე პირიქით დაიწყო ურთიერთობა, არა პროგრესი, არამედ რეგრესი. კარგით. რა იყო ამ ადამიანის მთავარი, ესეთი კითხვა მინდა დავსვა, რა უნდა მოეცა ამ ადამიანს თქვენთვის მთავარი? რა უნდა მოეცა? ზოგადად რა ცხოვრებისეული ექვსიანების კვერთხები თქვენთვის ექვსიანების კვერთხები თქვენ თავში რწმენა უნდა დაებრუნებინა. ნახეთ, რწმენა უნდა დაებრუნებინა. შესაძლებელია გქონდეთ ცოტა ისეთი პერიოდი, როდესაც საკუთარი თავის არ გჯეროდათ, არ გწამდათ, რაღაცნაირად არიყავით თქვენთვის სახარბიელო ენერგიებში, ხო? შეიძლება რაღაცას ვერ ივიწყებდით, რაღაციდან ვერ გამოდიოდით, ან უბრალოდ გქონდათ ესეთი ცოტა დეპრესიულ, აპათიური მდგომარეობა, ხო? რაღაც სტაგნაცია გქონდა ცხოვრებაში, არაკარგი პერიოდი გქონდა ცხოვრებაში, ან რაიმე დანაკარგი შესაძლებელია ვთქვათ, განიცდიდით, ხო? საჯარო გაშლა და ესე კონკრეტულად რას განიცდიდით, ამაზე საუბარი ცოტა რთული იქნება ასეთ ფორმატში, ხო? და თითქოს ადამიანმა მოგცათ რაღაცა განახლება, ანუ ენერგია, ესე რაღაც მეორე სუნთქვასავით გაგეხსნათ და აი ეს უნდა მოეცა ადამიანს თქვენთვის რეალურად. ადამიანის როლი იყო ის, რომ ის ყოფილიყო თქვენთვის სარკე, რომელშიც თქვენ ჩაიხედებოდით, დაინახავდით საკუთარ თავს არც თუ ისე კარგ ჯანსაღ და ლამაზ მდგომარეობაში და ეს ამ ადამიანმა რეალურად ამ ადამიანმა შეასრულა სარკის როლი. მიხვდით ხომ? დაგანახა თქვენი თავი, თქვენ არ მოგეწონათ ეს თქვენი თავი და ამ ადამიანმა მოგცათ мотивация ამ თავისი ქმედებით, რომ რაღაცნაირად ეჩვენებინა თქვენი როლი ამ სამყაროში. და ამ ადამიანმა მოგცათ ეს мотивация ნამდვილად, რასაც ვერ დაუკარგავთ და რაღაცა გაგარიდათ შესაძლოა, გამოგარიდათ, რაღაცა ცუდ სიტუაციას გამოგგლიჯათ შესაძლებელია, ხო, მოკლედ გადაგატანინათ თქვენ სულში არსებული არც თუ ისე კარგი მდგომარეობა. აი ამიტომ გამოჩნდა ეს ადამიანი, მიხვდით ხო? მისი როლი ეს იყო. კარგით და მოდი ესეთი კითხვა მაქვს. თქვენ რა უნდა მიგეცათ ამ ადამიანისთვის? თქვენი გაკვეთილი რა იყო, ხო? პენტაკლების. ნახეთ, მანაც ტუზი მოგცადეთ და თქვენს ტუზი თქვენ თითქოს ცოდნა გაუზიარეთ ადამიანს, გამოცდილება დაეხმარეთ ადამიანს, თითქოს ადამიანს დაეხმარეთ, შეიძლება პირდაპირ ფინანსურად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აჩვენეთ, ან მიეცით თქვენ დაუნებურად ისეთი ენერგია, რომელიც მას ფინანსურ ექვივალენტში გამოადგა, ხო, არ ვიცი. შესაძლოა ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ადამიანს ფინანსურად მოუმართეთ ხელი, ან რაღაცა საერთო შექმენით, ან ყოველ შემთხვევაში ადამიანს ასწავლეთ, როგორ გადააქციოს საკუთარი ნიჭი ფინანსებად, ხო? ნახეთ, პენტაკლები ამოვიდა და შუაში ქურუმი ქალი, ანუ თითქოს თქვენ გარკვეული ცოდნა გაეცით ადამიანში, რაღაცა რესურსი, ენერგია და პოტენციალი ჩადეთ და მოკლედ ამ ნაწილში ერთი მხარე, მეორე მხარეს ძალიან დაეხმარეთ, თუმცა მეორე მხარეც თქვენ ძალიან დაგეხმარეთ, ხო? ასე რომ თქვენც მას გარკვეული გზა აჩვენეთ, როგორ გაეგრძელებინა საკუთარი ცხოვრება და პრინციპში მანაც გაჩვენათ თავისი გზა, თუ თქვენ როგორ უნდა გააგრძელოთ ეს ცხოვრება მის გარეშე, ხო? ანუ ორივემ თქვენი როლები შეასრულეთ, თუმცა გასაგები არის, რატომ შეიძლება ვერ ივიწყებდეთ ადამიანს და მე ეჭვი მაქვს, რომ თავად ის ადამიანიც ვერ გივიწყებთ და ახლა ამ მომენტში ერთსაც და მეორესაც სიბრაზეები გაქვთ ერთმანეთთან, ხო? მაგრამ თითქოს ორივე ადამიანს იმ მომენტში ურთულესია, არავინ არ
გეუბნებათ, რომ ეს უნდა გეგრძნოთ, ან ეს უნდა სწორად ესე უნდა არა, მეგობრებო, ნახეთ, არც ერთმა და არც მეორემ არ იგრძენით, რომ უკვე ურთიერთობები ფუჭდებოდა. თითქოს აწვალებდით იმ ურთიერთობას, რომელიც უნდა დამთავრებულიყო ძალიან ბუნებრივად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ იყო შერიგების და დაშორების მომენტი. და აქ უკვე იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ რაღაცა უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ამას არც თქვენ ხედავდით და სავარაუდოდ არც ეს კონკრეტული ადამიანი, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან რთულია დაინახო ადამიანის რეალური როლი შენს ცხოვრებაში და დაამთავრო, თორემ ჩვენ გვენანება ადამიანები, ხო? მათაც ვენანებით და ლოგიკურია, რომ ეს ასეც იქნებოდა, ხო? 10-დან 9 შემთხვევა ძალიან იშვიათად, რომ ადამიანს ჰქონდეს იმის ძალა გამოავლინოს, ხო, როდესაც ადამიანთან კარგად არის და უკვე შეამჩნევს, რომ იწყებს რაღაცები გაფუჭებას, უთხრეს, რომ წადი შენს გზაზე, იმიტომ რომ უკვე რაღაცები ფუჭდება. მოკლედ, მეგობრებო, ამიტომ ვერ ივიწყებთ ადამიანს. ამიტომ ვერ ივიწყებთ, ხო? დიდი ალბათობით შესაძლებელია რომელიმე მხარეს, ან შესაძლოა ორივე მხარესაც კი უკვე წენაში გადაგივიდათ ის ყველაფერი, რაც შეიძლება ესევე ლამაზადვე დასრულებულიყო, როგორც ლამაზადაც დაიწყო. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. ველოდებით თქვენს კომენტარებს, ძალიან საინტერესოა, ჩემი გრძელი ფრჩხილები მოვიხსენით, ჩემი პატარა უწუწუნა ფრჩხილები დავიტოვე, ძალიან უჩვეულა კადრში ეს ყველაფერი. ჩემს ფრჩხილების მასტერს არცალია, 13 რიცხვამდე და ვზივარ ესეთი უჩვეულო ხელებით. მეორე ვარიანტი. ნახოთ, თქვენ რატო ვერ ივიწყებთ ჩაფიქრებულ ადამიანს, ხო? რატომ ვერ ივიწყებთ ჩაფიქრებულ ადამიანს? იმიტომ რომ აშკარად ეს ადამიანი არის ესეთი, როგორ აგიხსნათ, დომინანტი თავისი ხასიათით, ხო? ადამიანი, რომელიც ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. რამდენად კარგია მისი ენერგეტიკა, რამდენად არაკარგია, ხო, ესეც ძალიან პირობითია, უბრალოდ იმის თქმამდე, რომ ძლიერი ენერგეტიკა მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ ეს თქვენთვის სასარგებლოა მისი ძლიერი ენერგეტიკა. გულისხმობ, რომ ზოგადად ენერგია შეიძლება ქონდეს ადამიანის ენერგეტიკა ძლიერი, მაგრამ მისი ძლიერი ენერგეტიკა არა, ვთქვათ, ენერგიით გავსებდეთ, არამედ გდრგუნავდეთ, ხომ? ამ შემთხვევაში ნახავთ, თქვენ გდრგუნავდეთ თუ პირიქით ენერგიით გავსებდეთ, ხომ? რატომ ვერ ივიწყებთ ჩაფიქრებულ ადამიანს? მეორე ვარიანტი, რატომ ვერ ივიწყებთ ჩაფიქრებულ ადამიანს? რატომ ვერ ივიწყებთ ჩაფიქრებულ ადამიანს და ეს არის ადამიანი, რომელსაც მიეცით თქვენი მართვის სადავეები. ნახეთ, რატომ ვერ ივიწყებთ და საბოლოო ჯამში ამ ადამიანს ის ძალა, რომელსაც ეს ადამიანი თქვენთან გრძნობდა, ამ ეროფანტობას, ხო, ამ რაღაც ქურუმობას, რომელსაც თქვენთან გრძნობდა, ეს როლიც, გვირგვინი თავზე რეალურად თქვენ გაუკეთეთ, მიხვდით, ხო? თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ადამიანი არ იყო ის, რადაც თქვენ ის აქციეთ, ის, რაც ის თქვენს თვალსაჩინოში ის ჩანდა, მიხვდით, ხო? იმაზე ბევრად პატარა ადამიანი იყო ეს ადამიანი და არის ალბათ, სავარაუდოდ, მე ხა იმ მომენტის ენერგიებს გესაუბრებით, რადაც თქვენ ეს ადამიანი გინდოდათ, რომ დაგენახათ, ხო? მთლიანობაში ადამიანს იმიტომ ვერ ივიწყებთ, რომ ადამიანმა შემოიტანა დიდი ქაოსი თქვენს ცხოვრებაში, ხო? ეს იგივე, რაც ადამიანს გვირგვინი დაადგა, ამბიციები აუმაღლა და მერე ეს ამბიციებივე საბოლოო ჯამში მერე თქვენ ესე გირტყათ ცხვირში, ხვდებით, ხო? რომ მე ეს ვარ და მე ისეთი ვარ და მიხვდით ხომ თვითშეფასება თქვენ აუმაღლეთ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მანამდე აკლდა ადამიანს თვითშეფასება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ
ბოლომდე ეს თვით შეფასება გაუმყარეთ, ხო? ამ დროს ეს თვით შეფასება მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი სიყალბეა მისი მხრიდან, იმიტომ რომ მე აქ ხედავ სტანდარტულ ნარცისული აშლობის მქონე ადამიანს, რომელიც ან ძალიან დიდი უსიყვარულობის ქვეშ გაიზარდა თავიდანვე, ან პირიქით ბევრმა სიყვარულმა არც ერთი ვარგა და არც მეორე საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბა ეს ადამიანი ასეთად მიხვდით, ხო? და ადამიანებზე манипуляციით ის იწევს ძალიან თვით შეფასებას. თუ კი ვინმე ამ თამაში აყვება, ხო ძალიან კარგი. თქვენ აშკარად აყევით, ხო, რაც ნიშნავს იმას, რომ მე საბოლოო ჯამში აქ არის დრამებიც, შერიგებებიც, დაკარგვები, მე გამოჩენები, ხო, სიტყვაზე ეს რაღაცა ცივაცხელას თამაშები, რამაც აი ნახეთ საბოლოო ჯამში თქვენ ადამიანმა დაგიტოვათ ეს ვერაჩერებთ მასზე ფიქრს, იმიტომ რომ თქვენც დაიჯერეთ მისი დიდებულება, თქვენც დაიჯერეთ მისი აი ეს გრიმი და ეს მთელი დეკორაციები, რასაც ეს ადამიანი ქმნის და თქვენც ეხმარებოდით ამ ყველაფერში, თქვენც დაიჯერეთ. ანუ რეალურად თქვენ რეალურად რო შეხედოთ ფილტრების გარეშე ამ ადამიანს და ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და რეალურად დაშალოთ ეს ადამიანი, გააშიშლოთ მარტივ ამრავლებად, აქციოთ, დაშალოთ და ისე შეხედოთ, თქვენ მიხვდებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი ხმლების პაჟი, უპატარავესი ადამიანი, უპატარავესესი ადამიანი, დიდი ამბიციებით, ხო? უკაცრავად ჩემი ფრანგულისთვის მე ამას ვეძახი, დიდი ეგო, პატარა პუტუ. ნუ მიწყენთ, მე ვიცით, რომ მიყვარს პირდაპირ საუბარი, ხო? და მიყვარს ისე საუბარი, როგორც გრძნობ და არ ჩაგირთავთ ფილტრებს, ხო, ამ შემთხვევაში. დიდი ეგო, პატარა პუტუ. პატარა პუტუს ალბათ ხვდებით, ხო, პირდაპირ გაგებით არ ვაყოფ. მის ზომებს არ განვიხილავთ ჩვენ აქ, ხო? გენიტალიების. ჩვენ აქ საუბრობთ ამ ყველაფრის ერთგვარ გადატანით მნიშვნელობაზე, ხო? როდესაც ადამიანი იმაზე მეტად ცდილობს, რომ გარკვეული როლი მოირგოს, ვიდრე ის არის რეალურად. მიხვდით ხომ, ამიტომ რატომ ვერ ივიწყებთ, რომ შეეცადოთ და რომ მოინდომოთ, ხო? და რეალურად დაინახოთ ადამიანის უსუსურობაც, მინუსებიც და კიდევ ბევრი რამ, ეს რაღაცა როლური თამაშები, რაც თქვენთვის როგორც შესაძლოა გადამრჩენლისთვის, ხო? რომელსაც უნდა რომ სულ ვიღაცა გადაარჩინა, სულ ვიღაცას გვერგვინი დაადგას, სულ ვიღაცას თვით შეფასება აუმაღლოს და საბოლოო ჯამში თავისას კარგავს, ხო? მიხვდებით, რომ ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც აი თქვენ თვითონვე აუწყვეთ დეკორაცია, გვერგვინით ჩამოამხეთ თავზე, რომელიც დიდი აქვს საბოლოო ჯამში და თავიდან უვარდება, მაგრამ იმდენად შეჭრილია ადამიანი ამ ყველაფრის როლში, რომ თქვენც კი დაგაჭერეთ როგორი კრუტოე და მაგარი ვინმეა, ხო? რეალურად რა როლი აქვს ადამიანს თქვენს ცხოვრებაში? ესე შევხედავ ამას და დავამთავრებ. ცხრიანების კვერთხები, პენტაკლების მეფე, რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში? შვიდიანების თასები და არკანი ეშმაკი. გამარჯობა. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ილუზია, მირაჟი. გაჩვენებთ ერთს, მაგრამ რეალურად არის მეორე. ეს არის ადამიანი, რომელიც გაჩვენებთ საკუთარ ჩრდილებს, საკუთარ ილუზიებს გაჩვენებთ საბოლოო ჯამში. შვიდიანების თასები და არკანი ეშმაკი. ეს ადამიანი გაჩვენებთ საკუთარ ილუზიებს. რამდენად თქვენში არის პრობლემა დაწყებული თვით შეფასების, დამთავრებული ბევრი რამის, ხო? ბევრი რამის. და ხშირად ესე ემართებათ იმ ქალებს, რომლებსაც ან მარტოობის ეშინიათ, ან გონიათ, რომ რატომღაც
მოკლედ აი არ იციან რა არის ჯანსაღი კომუნიკაცია და ურთიერთობა, ხო? აი ბევრი არის ქალები, თქვენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შეიძლება გეცნოთ სიტუაცია, რომელიც აი საჩუქრებს უკეთებს კაცს. რამეში ცუდი არაფერი არ არის, ხო? საჩუქრები შეიძლება ერთმანეთს წყვილმა გაუკეთოს ურთიერთობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერში ძალიან დიდი დაკვირვება საჭირო. ფულს აი ეტყვის კაცი, იცი რა, აი ფული მას ესხე, უცებ რაღაცა გავიჭედე და რაღაცა და წავა და ფულს ასესხებს, ან რაღაცა კაცი წაიწუწუნებს, რომ აი ეს რაღაცა პრობლემა აქვს სპეციალურად რა თქმა უნდა რომ ამ ქალმა მოისმინოს და ისიც წავა და ურიის ვალებს აიღებს და ხვდებით ხო? ანუ შენ ცდილობ საბოლოო ჯამში იყიდო კაცი. ცუდი გასაგებია, ცუდი მოსასმენია, მაგრამ იყიდო, რამის ქვეყიდვა. შენ კი გინდა რომ ჯიგარი გოგო იყო ან რაღაცა ესეთი გაუგოთ ასე შემდეგ, ხო, მაგრამ შენ ქვეცნობიერ დონეზე ყიდულობ ამ ყველაფერს, ყიდულობ იმ ყურადღებას, ზრუნვას, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ნარცი манипуляტორი, რომელმაც ძალიან კარგად იცის შენი დაბალი თვით შეფასების შესახებ, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებს თქვენგან ყველანაირი სარგებელს, რაც დაბალი თვით შეფასების ადამიანისგან შეგიძლია მიიღო, ხო? რა არის დაბალი თვით შეფასება? როდესაც არ ვიცნობ საკუთარ თავს, არ ვაფასებ საკუთარ საზღვრებს, საკუთარ ენერგიას, საკუთარ მეს, საკუთარ სხეულს და ვაძლევთ უფლებას, რომ ყველა ნაირმა, თქვათ, აი ესეთმა ტიპმა გამოიყენოს ეს ყველაფერი როგორც საკუთარი რაღაცა ენერგიის რესურსის და რაღაც წარმატების წყაროთ, თუნდაც ხო? აი მოიფხანოს თვითშეფასება და აი მაღლოს ისინი ხო საკუთარ თავზე წარმოდგენები. აი ამიტომ ვერ ივიწყებთ. ვარდისფერი სათვალე მოიხსენით ძვირფასა მეორე ვარიანტი და ყველაფერი კარგად იქნება. მე კიდე გემშვიდობებით, ძალიან დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. მეორე ვარიანტი შეიძლება ცოტა გემწაროთ ჩემი ლაპარაკი, მაგრამ ხო ინექცია ყოველთვის ხანდახან ძალიან მწარია ხოლმე, მაგრამ მე ამ ყველაფერს ერთგვარი განკურნებაც მოსდევს. მე ასე მჯერა და ასე მწამს. წარმატებები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ჩაო.